ისმევა ბანალური კითხვა, რა უნდა ვიცოდეთ ახლა ჩვენ? რა უნდა ვიცოდეთ? რისი გადმოცემა სურს სამყაროს ახლა ჩვენთვის? ბოლოს და ბოლოს მიიღეთ გადაწყვეტილება. თუნდაც ეს იყოს მკაცრი, თუნდაც ეს იყოს უხეში, თუნდაც ეს იყოს პირდაპირ მიღებული ოღონდ იყოს ცივი გონებით. გამორთეთ გრძნობა, გამორთეთ გულმოწყალება, გამორთეთ ის სირბილე, რაც გიშლით გადაწყვეტილების მიღებაში. იყავით მტკიცე და პირდაპირ თქვით, მე ასე მსურს და ეს ასეა. რატომ? შემდეგ ხდება სურვილის შესრულება, როცა თქვენ თავში ხართ დარწმუნებული. 4-ვე სტიქია. აქტიურდება თქვენ თავშივე. თქვენ ხდებით მეხუთე რა, ეთერი. უკვე ხდება კვინტესენცია, ანუ 5 ელემენტის ერთად შეერთება. რაც ხდება მატერიალიზმი და მოქმედება. ანუ ყოველი თქვენი სიტყვა, ყოველი თქვენი მოქმედება მატერიალიზდება და თქვენ ხდებით მაგი, თქვენი ცხოვრების მმართველი. როცა მიიღება, კიდევ ერთხელ ვიძახი, მტკიცე გადაწყვეტილება. აი ამ შემთხვევაში ხდება ეს ყველაფერი და რას მოგვიტანს ეს ყველაფერი ჩვენ. თავიდან იქნება დანგრევა, თავიდან იქნება წარსულის დანგრევა, რა თქმა უნდა. ტკივილი, შეიძლება ძალა გამოგველიოს, შეიძლება ჩვენ თვითონვე ჩავარდეთ ესეთ სიტუაციაში, რომ რატო გავაკეთე, ხო არ ვიყავი მკაცრი. მარა გამოდის არენაზე ახალი ადამიანი, გრძნობით სავსე და ირთვება მეტი მგრძნობელობა, მეტი ემპათია, მეტი ყურადღება, ანუ მოდის ახალი ადამიანი, ძველი ინგრევა. აქ რა ხდება? ცუდი ყველაფერი, თუნდაც მატერიალური კრიზისი, როგორც სულიერი. აი ამ დანგრევასთან ერთად მიდის და მოდის ახალი ადამიანი, ახალი ცხოვრება, ახალი ამბავი. როგორი? რა თქმა უნდა, გრძნობით სავსე. და უკვე ეს როგორ განვითარდება თქვენზეა დამოკიდებული. მთავარი პერსონა აქ ამ სიტუაციაში ხართ თქვენ. თქვენ ხელშია ყველაფერი, იწყება ყველაფერი თქვენი გადაწყვეტილებით.